მთავრობა სკოლის მოსწავლეებისთვის 2026 წლის განმავლობაში 50,000 ლეპტოპის გადაცემის მიზნით კონსოლიდირებულ ტენდერს ჩაატარებს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებიდან ხდება ცნობილი. განკარგულების თანახმად სატენდერო კომისიაში განათლების, ფინანსთა და რეგიონული განვითარების მინისტრების მოადგილეები შევლენ. რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის უდიდესი ნაწილი მოძველებულია. ამის შესახებ კომპანიის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, სადაც ვაგონებისა და ლოკომოტივების რაოდენობა და ასაკია განხილული. ანგარიშის თანახმად კომპანიის ლოკომოტივების 99% არის 30 წელზე მეტის. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვას ერთჯერადად სრულად უსასყიდლოდ განახორციელებს. გადაზიდვის უფასოდ გატარების შესახებ ინფორმაცია 8 დეკემბერს გასაჯაროვდა. საღამომშვიდობის BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად საქმიან საღამოს წარმოგიდგენთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდოვა და ბექა ბაციგაძე ვართ. დავიწყოთ. ეროვნული ბანკის შეფასებით მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა გარკვეულ ნორმალიზაციის ნიშნებს ავლენს, პროდუქტიულობის ზრდა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებასა და პროდუქტიულობის ზრდაზე სების მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა საქმის კურსთან ისაუბრა. თამთა სოფრომაძე მიუთითებს, რომ განსაკუთრებით 2023-2024 წლებში ეკონომიკის ზრდაში გაზრდილი იყო უფრო მეტად პროდუქტიული სექტორების წილი. როდესაც პროდუქტიულობა და ეკონომიკის ჯამური პოტენციალიც იზრდება, ეს არ ქმნის მოთხოვნის მხრიდან დამატებით ზეწოლას ფასებზე, მიუთითებს თამთა სოფრომაძე. მისი თქმით, დღეს მონაცემები აჩვენებს, რომ პერსონალის ხარჯი ერთი-ერთეული პროდუქტის წარმოებაზე შემცირებულია, რამაც პირიქით დაბალ ინფლაციური სცენარის რისკის მატერიალიზება შეიძლება მოახდინოს. რასაც ვაკვირდებით, განსაკუთრებით 23 და 24 წლის განმავლობაში და ასევე 25 წელსაც იზრდება უფრო მეტად პროდუქტიული სექტორების წვლილი ეკონომიკურ ზრდაში, რაც ასევე ნაკლებად იმპორტ ინტენსიური არის. ესეთი ტიპის ანალიზით ცენტრალური ბანკისთვის, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ მოთხოვნასთან ერთად, როდესაც პროდუქტიულობა და ეკონომიკის ჯამური პოტენციალიც იზრდება, ეს არ ქმნის მოთხოვნის მხრიდან დამატებით ზეწოლას ფასებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური და გარკვეულ ნორმალიზაციის ნიშნებს ავლენს, პროდუქტიულობის და საკმაოდ მაღალი ნარჩუნდება და პირიქით მზარდი ტენდენციაც აქვს. ეს გულისხმობს იმას, რომ პერსონალის ხარჯი ერთი-ერთეული პროდუქტის წარმოებაზე ეს მცირდება და ამას სხვა თანაბარ პირობებში პირიქით დისინფლაციური ეფექტი აქვს. ამის ნიშნები შრომის ბაზარზე უკვე გამოვლინდა, წარმოებლობის ზრდა საკმაოდ გაზრდილია და მზარდ დონეზე არის და ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც პირიქით დაბალი ინფლაციური სცენარის რისკის მატერიალიზებას შეიძლება მოახდინოს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესის სტატუსის შეცვლას და მიკრობანკის ლიცენზიის მიღებას არ გეგმავს. ამის შესახებ BMG-სთან რიკო ექსპრესის სამოთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა. ლაშა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მიზანია რიკო იყოს ძლიერი მოთამაშე მიკროსაფინანსო სექტორში. მისი თქმით, 2025 წლის ზრდა უპრეცედენტო იყო და რიკოს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პორტფელი 300 მილიონზე მეტად გაიზარდა ამ პერიოდში. პორტფელის აგრესიულ ზრდაში კი წვლილი შეიტანა ოქროს გაძვირებამ. რიკო ექსპრესის სამოთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ 2025 წელი გამორჩეულია სავალუტო ნაკადების შემოდინებითაც. დღესდღეობით რიკოს კაპიტალი 400 მილიონს აღწევს, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ მიკრობანკად გადაკეთებას, ჩვენ ვართ ლიდერი ჩვენ სტრუქტურებში, გვინდა დავრჩეთ მიკროსაფინანსო სფეროში, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს ძლიერი მოთამაშე მიკროსაფინანსო სექტორში და ის დამატებითი პროდუქტები, რომელიც დაუშვათ ბანკებს აქვს და პრივილეგიები აქვს ბანკებს, რომელსაც მიკროსაფინანსოები ვერ ვანაცვლებ ჩვენი პარტნიორი ბანკების მეშვეობით. აქედან გამომდინარე ჩვენ ამაში საჭიროებას ვერ ხედავთ.
კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა ნოემბერში დეპოზიტების დაზღვევისთვის ფონდში 6.321.000 ლარი შეიტანეს. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ცნობით 30 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოში მოქმედ 19 ბანკში 67.2 მილიარდი ლარის დეპოზიტები იყო განთავსებული, მათ შორის ფიზიკური პირების დეპოზიტები 34.5 მილიარდი ლარია, ხოლო იურიდიული პირების 32.6 მილიარდი ლარი. დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 11 მილიარდ 500 მილიონ ლარს შეადგენს, ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 10.5 მილიარდია, რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათი დეპოზიტებიდან 982 მილიონის დანაზოგია დაზღვეული. 2026 წლიდან თხილის სუბსიდირების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა იყო, უქმდება. მომავალი წლის 31 მილიარდიან ბიუჯეტში თხილის წარმოების მხარდაჭერის პროგრამისათვის ფულის გამოყოფა გათვალისწინებული არ არის. რატომ არ გრძელდება თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა 2026 წელს? დეპუტატმა გელა აბულაძემ ეს კითხვა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს დაუსვა. პარლამენტარის თქმით, პროგრამამ დადებითი გავლენა მოახდინა როგორც მოსავლის ხარისხზე, ისე ექსპორტზე, თუმცა აზიური ფაროსანა საფრთხე კვლავაც აქტუალურია. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე პროგრამის გაუქმების გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ის თავიდანვე ერთწლიან დახმარებად იყო ჩაფიქრებული და სახელმწიფომ საჭიროებიდან გამომდინარე 3 წელი გააგრძელა იგი. მინისტრის პირველმა მოადგილემ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ თხილის წარმოება მომგებიანი ბიზნესია და ფერმერებმა საკუთარ მოსავალზე ზრუნვა თავად უნდა შეძლონ. მთავრობა სკოლის მოსწავლეებისათვის 2026 წლის განმავლობაში 50,000 ლეპტოპის გადაცემის მიზნით კონსოლიდირებულ ტენდერს ჩაატარებს. ამის თაობაზე მთავრობის განკარგულებიდან ხდება ცნობილი. განკარგულების თანახმად სატენდერო კომისიაში განათლების, ფინანსთა და რეგიონული განვითარების მინისტრების მოადგილეების შევლება. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2024-2025 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული წინა კონსოლიდირებული ტენდერით 20,500 ლეპტოპი შეისყიდეს. აღნიშნულ ტენდერში კომპანია UGT-მ გაიმარჯვა, ხოლო შესაწყილი კომპიუტერის ფასი 1586 ლარს შეადგენდა. აღნიშნული ტენდერით მთავრობამ Lenovo-ს ფირმის ლეპტოპები შეისყიდა. აზერბაიჯანიდან საწვავით დატვირთული პირველი სარკინიგზო შემადგენლობა დაიძრა, რომელმაც ტვირთი საქართველოს გავლით სომხეთში უნდა ჩაიტანოს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სარკინიგზო შემადგენლობა სომხეთისაკენ დღეს დაიძრა. შემადგენლობას 1220 ტონა 95 მარკის ბენზინი გადააქვს და ის 22 ვაგონისაგან შედგება. საქართველოს აღნიშნულ ტვირთს მოსაკრებლის გარეშე უფასოდ გაატარებს, რის შესახებაც მთავრობამ განკარგულება 8 დეკემბერს გამოსცა. საერთო ჯამში საქართველოს საგამონაკლისო წესით 2600 ტონა აზერბაიჯანულ საწვავს მოსაკრებლის გარეშე გაატარებს სომხეთში. არსებული მდგომარეობით უშუალოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი არ ოპერირებს, შესაბამისად ორ ქვეყანას შორის ტვირთების გატარება საქართველოს რკინიგზის ტრანზიტის მეშვეობით ხორციელდება. საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის უდიდესი ნაწილი მოძველებულია. ამის თაობაზე კომპანიის მმართველობითი ანგარიში დანირკვევა, სადაც ვაგონებისა და ლოკომოტივების რაოდენობა და ასაკი არის მიმოხილული. ანგარიშის მიხედვით კომპანიის ლოკომოტივების 99% 30 წელზე მეტი ხნის წინ არის წარმოებული, კერძოდ 35 წელს აღემატება ლოკომოტივების 78%, 31-35 წლის წინ არის წარმოებული ვაგონების 21%, 25-30 წლის წინ არის წარმოებული ვაგონების 1%. კომპანიის საკუთრებაში სულ 91 ერთეული აქტიური ლოკომოტივია, რაც შეეხება სატვირთო ვაგონებს. საქართველოს რკინიგზა სულ 4088 სატვირთო ვაგონი ეკუთვნის, რომელთა 85%-იც 30 წელზე ძველია, უფრო კონკრეტულად ვაგონების 75% 35 წელზე ძველია, 31-35 წლის ვაგონების 10%, 26-30 წლის სატვირთო ვაგონების 2%-ია, ხოლო 21 წელზე უფრო ახალი საქართველოს რკინიგზის სატვირთო ვაგონების მხოლოდ 8%-ია. რამდენადაც ცნობილია, ეკონომიკის სამინისტრო და საქართველოს რკინიგზა მოლაპარაკებებს მართავენ მსოფლიო ბანკთან და აზიის განვითარების ბანკთან ახალი ლოკომოტივების და ვაგონების შესყიდვის დაფინანსებასთან დაკავშირებით. მომდევნო წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტში 325 მილიონი ლარის საკრედიტო შემოსავლის მიღება არის გათვალისწინებული, თუმცა ჯერჯერობით პროექტის დეტალები უცნობია. აზიის განვითარების ბანკში განმარტავენ, რომ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა და მის შესახებ ინფორმაციას პროექტის ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ გამოაქვეყნებენ.
დროს საქმე საღამოში ტრადიციულად საფონდო ბაზრების მიმოხილვაზე ვისაუბროთ. გასული სავაჭრო სესია დიდად გამორჩეული არ ყოფილა, კლება იყო. დღეს კი როგორც ხედავთ, უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე გვაქვს ძალიან დადებითი პოზიტიური განწყობა. ზრდა არის თანასაკმაოდ მკვეთრი, როგორც ხედავთ, NASDAQ-ის ტექნოლოგიური ინდექსის შეფასება ლამის 2%-ით არის გაზრდილი ერთ დღეანჯერში. Dow Jones-ის ინდექსსაც ასევე დადებითი შედეგი აქვს, პლუს 0.92%, ხოლო S&P 500-თან მიმართებით მატება არის პლუს 1.36%. ეს ყველაფერი კი განპირობებული არის ერთი მარტივი მოცემულობით. ამერიკის ფედერალური სტატისტიკის სამსახურმა გამოქვეყნა უახლესი მონაცემები ინფლაციასთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების დონე იმაზე უფრო ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ეს წარმოედგინათ ანალიტიკოსებს. აცდენ არის დაახლოებით 0.5% პუნქტიანი. ასეთი რადიკალური აცდენა, როდესაც არის რეალურ და მოსაუბრელ, ანუ ცუდ ინფლაციას შორის, რა თქმა უნდა, ეს არის პოზიტიური სიგნალი, რომელიც შემდეგ ფედს მისცემს საშუალებას, რომ შეაბსუბუქოს მონეტარული პოლიტიკა, ამიტომაც ხედავთ ძალიან პოზიტიურ განწყობას. სხვათა შორის ეს პოზიტიური განწყობა გადავიდა აბსოლუტურად ყველა მსხვილ კომპანიაზე, როგორც ხედავთ, ეს არის ტოპ 10-ული, საიდანაც ყველა გაზრდილია და ყოველი მათგანის შემთხვევაში ძალიან მკვეთრი მატება გვაქვს. Nvidia-სთან +3, Google-თან +2, Microsoft-თან +3, Amazon-თან დაახლოებით 3.36, Meta-სტანაც 3, Tesla საერთოდ 5%-ით არის ერთ დღეში გაზრდილი, TSMC 3.23% აქვს მატება, როგორც გითხარით, ინვესტორთა განწყობა აი ამ ერთმა სტატისტიკურმა მონაცემმა რადიკალურად შეცვალა და ყველა არის პოზიტიურად განწყობილი ამერიკული საფონდო ბირჟის, განსაკუთრებით ტექნოლოგიური სექტორის მიმართ. აქვე ევროპაზე ვთქვათ, ორი სიტყვა, სადაც სხვათა შორის დღეს ცენტრალურ ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება და რეფინანსირების განაკვეთი უსულად დატოვა, როგორც მოსალოდნელი იყო ყველაფრის ფონზე. 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია არის გაზრდილი 0.99%-ით. მცირედი მატება აქვს შანხაის ინდექსსაც +0.15, აი იაპონური ნიკეის შემთხვევაში კი კორექციაა და ეს არის -1%. რაც შეეხება როგორც ხედავთ ენერგეტიკულ ბირჟას, აქ მატება გვაქვს 1% არის ზრდის მაჩვენებელი, ბრენტის ფასი არის $60, ხოლო WTI-ის ფასი $47 ფარგლებშია. ბუნებრივი აირის ფასის მომატებულია საშუალოდ 1%-ით და მეგავატ-საათი ენერგიის ღირებულება 28 ევროს უახლოვდება. აგრეთვე გაზრდა რუსული ნავთობით, მას აქვს +2% დაახლოებით და ურალის ფასი $40 შეადგენს. აი ოქროსაც შეეხება, მისმა ფასმა მოიმატა $30 უნციაზე და ის ამჟამად $4,367 შეადგენს, როგორც ხედავთ, ამ თვეს ოქრო არის გაზრდილი 7%-ით, ვერცხლი კი რეკორდული 28%-ით. ამ ყველაფრის ფონზე ერთწლიან პერიოდში ვერცხლს საერთოდაც აქვს +127%, ხოლო ოქროს აქვს +78%. ოქროსა და ვერცხლს აქვს ფენომენალური წელიწადი, ამაზე უკვე არაერთხელ ვისაუბრებთ. არის რიგი მიზეზები, მათ შორის მთავარი ეს არის, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური რისკების დაგროვება. ამის ფონზე კი ინვესტორები ირჩევენ მაქსიმალურად უსაფრთხო დროში გამოცდილ აქტივებს, ასეთ აქტივებად კი იდენტიფიცირდებიან, რა თქმა უნდა, ოქრო და ვერცხლი, მაგრამ უფრო ოქრო, ვინაიდან ვერცხლი მაინც შედარებით ნაკლებად იშვიათი ბუნებრივი რესურსია. კრიპტოინდუსტრიაზეც გადავინაცვლოთ, აქაც მატება გვაქვს ამ ეტაპზე 1%-ით არის მომატებული ბაზრის საერთო შეფასება, თუმცა დიდად ძვრები არ აგვაქვს, რადგანაც ბაზარი ისევ და ისევ 3 ტრილიონად არის შეფასებული. ბიტკოინის ფასი 88,200-ია, ეთერეუმი კი დაახლოებით $3,000 ვაჭრება, ცვლილება არის, როგორც ხედავთ, მინიმალური 2-3%-ის პარკლებში. კაპიტალიზაცია $345 მილიარდი გვაქვს ჩვენ ეთერეუმისა, ხოლო ბიტკოინის არის $1,759 მილიარდი. ეს სტაგნაცია ძირითადად იმ მარტივი მოცემულობით არის განპირობებული, რომ ბოლო პერიოდში კრიპტოინდუსტრიასთან დაკავშირებით არ ყოფილა არც სიახლეები, არც ძვრები, არც ტრამპის მიერ დაანონსებული პროგრამები და ყველაზე სავალალო ის არის, რომ გაირკვა, რომ სენატი და სენატის საბანკო საფინანსო კომიტეტი კრიპტოაქტივებზე მსჯელობას არაპირებს მინიმუმ 2026 წლის მეორე ნახევრამდე. შესაბამისად, ამ მიმართულებით სიახლეების გამოჩენის შანსი არის ახლა უკვე ძალიან დაბალი. აქვე ლონდონის საფონდო ბირჟასაც გადავალოთ თვალი, ეს არის საქართველოს ბანკი, რომელსაც დღეს კლება აქვს -59%-ის ფარგლებში. როგორც ხედავთ, ეს TBC მას პირიქით მატება აქვს +0.74%, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ბანკს აქვს გაცილებით უკეთესი შედეგი ვიდრე TBC-ს. ევროპულ ვალუტას რაც შეეხება, მისი კურსი, როგორც ხედავთ, დოლართან გვაქვს ამჟამად 2.69, ევროს კურსი არის 3.16, ხოლო სტერლინგის კურსია 3.60. და ბოლოს აქვე უნდა ვისაუბროთ ლარის ფონდზე, შესაძლებლობაზე, რომელსაც გვთავაზობს Foresight Investment Group-ი.
ეს შესაძლებლობა შეგიძლიათ გამოიყენოთ, თანხა განათავსოთ და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობა წლეურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს დაახლოებით როგორც ხედავთ 9%, ხოლო ანგარიზე 50000 ლარზე მეტის მქონე შემთხვევაში სარგებელი აღწევს და აჭარბებს 10%-ს. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გერიცხებათ ყოველდღიურად Foresight Investment Group კი არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია. აი ასეთი ვითარება გვაქვს ჩვენ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, როგორც ხედავთ, საკმაოდ დადებითი განწყობაა ინვესტორების მხრიდან, ხოლო საქმის აღამოს დასრულების შემდეგ თქვენ წინგელი თელა გარანტიას აქვს რო გადაცემა წერტილი, რომლის ანონსაც სწორედ ახლა გაგაცნობთ. 2026 წლიდან თხილის სუბსიდირების პროგრამა უქმდება. 3 წლის განმავლობაში თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 70 მილიონამდე ლარი. რამდენად ეფექტიანი იყო პროექტი? რა უნდა იყოს მთავარი საზომი და რა ახალი გამოწვევების წინაშე დგას თხილის ინდუსტრია საქართველოში? დღეს საღამოს 10-ის ნახევარზე BMG TV-ზე თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. რო ვისაუბროთ თემაზე, რა მოხდა სოფლიოში და დავიწყოთ ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, რომელმაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ შეცვალა, დატოვა უცვლელი ECB-ის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უკვე მეოთხედ დატოვა 2%-ზე, რაც პრინციპში მოსაოდნელი სცენარი გახდათ. მართალია ECB-ის ამ შეხვედრაზე არსებითად არაფერი შეუცვლია, თუმცა უწყებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მონეტარული კომიტეტი მომავალი წლიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისკენ, ასე ვთქვათ, აიღებს, გეს და იწყებს ამაზე ზრუნვას. ასევე კრისტინ ლაგარდმა გააკეთა განცხადება, შეაფასა ევროპაში არსებული ვითარება ინფლაციის მიმართულებით, ცხადია და თქვა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დასტაბილურებულია, წლის ბოლომდე 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს მიაღწევს და მომავალ წელს გაგრძელდება, ასე ვთქვათ, სამიზნე მაჩვენებელთან მიახლოებული პარამეტრების დაჭერა, შესაბამისად მოხდება რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაც, სავარაუდოდ ეს პოზიტიური სიგნალი უნდა იყოს ევროპის ეკონომიკისთვისაც და ინვესტორებისთვისაც პრინციპში, რომლებიც ცხადია, ისევე როგორც ფედის გადაწყვეტილებას, ECB-ის გადაწყვეტილებასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ხო, ევროპა და ევროკავშირი თუ რუსეთს დამატებით სანქციებს უსწრებს, ამერიკის შეერთებული შტატები გარკვეულად უმსუბუქებს, ძალიან უცნაური ამბავი გავრცელდა განვლილ 24 საათში, მოკლედ ტრამპმა დროებით შეამსუბუქა გარკვეული შეზღუდვები VTB-ის, როსბანკის, გაზპრომ ბანკისა და სპერბანკის წინააღმდეგ. აქ საუბარი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმ სანქციების გაუქმებაზე, რაც იყო დაკავშირებული ბირთვული ენერგეტიკული სექტორის ტრანზაქციების განხორციელებასთან. აქ შეიძლება ვერ მივხვდეთ, რა შუაშია ბირთვული ენერგია და ეს ბანკები ან ამერიკა ერთმანეთთან, მაგრამ მოცემულობა არის ძალიან მარტივი. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ბირთვული რეაქტორების, ანუ ენერგეტიკული ობიექტების ძალიან დიდი მარაგი. ის ამ რეაქტორებს ამუშავებს წლების განმავლობაში და რეაქტორების საწვავად ისტორიულად ყოველთვის გამოიყენება რუსული წარმოშობის ურანი. ეს არის ნივთიერება ქიმიური, რომელიც დედამიწაზე იშვიათად მოიპოვება. მისი გამდიდრება არის საჭირო იმისათვის, რომ ის საწვავად იქნეს გამოყენებული და ამაზე ნოუ-ჰაუ და მიწოდების ჯაჭვზე მონოპოლი აქვს ფაქტობრივად რუსეთს. ანუ საუბარი მაქვს ენერგეტიკულ ურანზე და არც ასაფეთქებელ ბომბზე. ვინაიდან ამერიკას სჭირდება, რომ თავისი ბირთვული სადგურები უწყვეტად მუშაობდნენ, საჭიროა, რომ მან რუსეთისგან იყიდოს ეს ენერგორესურსი. მართალია ამერიკამ აკრძალა რუსეთთან ნავთობის, საწვავის, გაზის, აბსოლუტურად ყველაფრის იმპორტი, მაგრამ ურანზე ეს შეზღუდვა თავის დროზეც არ გავრცელებულა, რადგან ალტერნატივა არ არის. ურანი არ არის ის ასე ვთქვათ, პროდუქტი, რომელიც შეიძლება სხვას გამოარქვეს, ემართება და არ მოიპოვება იგი. მთელი ინდუსტრია უნდა ააგო მის გარშემო. აი, სწორედ ურანის შესაძენად სჭირდება ამერიკას ამ სანქციების დროებით გაუქმება, ვინაიდან ამ ბანკებმა განახორციელონ ამ მიმართულებით ტრანზაქციები, ანუ ამერიკამ იყიდოს ურანი რუსეთისგან და შემდეგ მიიღოს ეს ურანი დაამუშავოს და გამოიყენოს საწვავად. შეზღუდვა როგორც ითქვა 6 თვით იქნება მოხსნილი მხოლოდ და მხოლოდ ამ მიმართულებით, ამიტომ არ უნდა გვიხაროდეს თუ რუსეთს უჭერთ მხარს, რომ რაღაც დასრულდა ტრამპმა დაიწყო პუტინის თამაში და ამერიკა სანქციებს აუქმებს. არაფერს არ აუქმებს. ინტერესები აქვს თავისი. ინტერესები
ინტერესები აქვს. თავისი ამერიკა არაპირებს არავის გამო თავისი ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაგანებას. ეს ამერიკის ხელმძღვანელი კი ტრამპია, რომელსაც ვიცით როგორი პოლიტიკა აქვს ასეთ საკითხებში. კი ბატონო, ეს მათ შორის არ უკავშირდება იმას, რომ 21 დეკემბერს გაიმართება მაიამიში სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შეხვედრა, აქ შეხვდებიან ამერიკული და რუსული მხარეები უпростоრად და საქმე ეხება რა თქმა უნდა რუსეთ-უკრაინის ომს, როგორც ინფორმირებული წყარო პოლიტიკოსეუნება გამოცემას ამერიკულ დელეგაციას პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი უხელმძღვანელებენ რუსეთის ინტერესებს კი სუვერენული სიმდიდრის ფონდის მმართველი კირილ დიმიტროვი წარმოადგენს. პოლიტიკოს არ აქვს ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა საკითხების განხილვას აპირებენ მხარეები და გასცდება თუ არა შეხვედრის თემა სამშვიდობო მოლაპარაკებებს, როგორც ცნობილია ამერიკა და რუსეთი ომის დასრულების შემდეგ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას გეგმავენ, ამაზე იყო გარკვეული საუბრები, განიხილავენ უпростоრად და შესაბამისად შესაძლებელია მოლაპარაკებები ამ კუთხითაც წარიმართოს. თუმცა ცნობილია, რომ საუბრის მთავარი თემა იქნება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, უკრაინული მხარის გადაწყვეტილება, სამშვიდობო გეგმასთან მიმართებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უკრაინის მხრიდან. ერთი ვიცით, რომ ნატოზე უარის თქმა ნატოში გაწევრიანებას და მეორე ორი თვის ვადაში არჩევნების ჩატარება შესაბამისად ალბათ სამშვიდობო გეგმას დაეთმობა მოლაპარაკებების ეს რაუნდი. იმის გათვალისწინებით თუ ვინ ესწრებიან შეხვედრას, პრინციპში ანალიტიკოსები მოელიან, რომ შაბათ-კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებები არ ჩაივლის შედეგის გარეშე, რაღაც გარკვეული შედეგები დადგება და ბერლინში გამართული, ასე ვთქვათ, წამოღებული ბერლინიდან გარკვეული შეთანხმება ამერიკული მხარის მიერ იქნება განხილული და დაემატება ამას რუსეთის მხრიდან გარკვეული პოზიციები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ვახსენოთ ამ შემთხვევაში ზელენსკის გადაწყვეტილება და უკრაინული მხარის რომ დათანხმდნენ, მათთვის ალბათ ისეთ მტკივნეულ პუნქტებს არსებული სამშვიდობო შეთანხმებისა, თუმცა ეს იმის ხარჯზე რომ მშვიდობა დამყარდეს ამ შემთხვევაში, ნახოთ შაბათ-კვირას გასამართი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ ეს იქნება წინაპირობა მათ შორის პუტინის და ტრამპის შეხვედრისთვის, თუ ასეთ წინაპირობები არ შეიქმნა, თუ რაღაც კონკრეტული შედეგები არ დაიდო, პრეზიდენტების შეხვედრა რო შედეგის მომტანი არ არის, ეს ერთხელ უკვე დადასტურდა პრინციპში, როცა ალიასკაზე მოხდა შეხვედრა. ხო, შეხვედრა რომელსაც მოყოლია არაფერი საერთოდ, კარგად უმილისები. ხო, ამერიკა თუ ერთი მიმართულებით კონფლიქტს აწყნარებს და მინიმუმ მშვიდობისაკენ უბიძგებს, მეორე მხრივ კონფლიქტს აჩაღებს. ეს კონფლიქტი უკავშირდება ვენესუელას, რომელიც როგორც თავად ტრამპი ამბობს, არის ყველაზე დიდი არმადის ალყის ქვეშ, რაც სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ისტორიას ოდესმე უნახავს. აი ესეთი სიტყვებით გამოეხმაურა ის ამ თავის გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ამერიკა აპირებს თავისი მოპარული მიწის, ნავთობის და ქონების უკან დაბრუნებას ძალით თუ ძალის გამოყენების გარეშე, როგორც ჩანს პრეზიდენტ ტრამპი ძალიან სერიოზულად არის განწყობილი ამ საკითხთან დაკავშირებით. ვენესუელა გარკვეულწილად იზოლირებულია, ხან გვერდით ამ მეზობლებს მიმართავს დახმარებისთვის, ხან რუსეთს, ხან ბელარუსთანაც აქვს როგორც ვთქვათ მოლაპარაკებები, მაგრამ ახლა უკვე ვენესუელას გამოესარჩლა ჩინეთი. რა შუაშია ჩინეთი ვენესუელასთან შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა, მაგრამ ზოგადად ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ასეთი, სადაც ამერიკას აქვს ინტერესი, იქ ჩინეთსაც უნდა ჰქონდეს ინტერესი. ზესახელმწიფოობა თუ გინდა ინტერესები უნდა გქონდეს გლობალური. საბჭოთა კავშირი ასე იყო, ჩინეთსაც გარკვეულწილად ამ მემკვიდრეობის გაგრძელება მოუწევს, მაგრამ თუ კი საბჭოთა კავშირი არ ერიდებოდა სხვა კონტინენტებზე და სხვა ქვეყნებში, მათ შორის ომის გაჩაღებას ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ მარიონეტული რეჟიმების გავლით, ჩინეთი ძალიან ფრთხილია ამ მიმართულებით. სი ძინპინს აქვს 10 და 20 და 30 წლიანი ხედვა, სადაც ამერიკასთან პირდაპირ კონფრონტაცია და სამხედრო დაპირისპირება ალბათ არც წერია და ეს კარგი არც იქნება არავისათვის, ამიტომაც ჩინეთი შემოიფარგლება ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ თბილის სიტყვებით, რომელიც მადუროს რაში არგია, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. მოკლედ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უთხრა ვენესუელას, რომ ისინი ხარს უჭერენ ვენესუელას ამ ტკივილს და არ შეიძლება რომ გარე აგრესორმა, აქ ამერიკასაც კი არ ახსენებენ პირდაპირ ფორმით გარე აგრესორმა სუვერენულ სახელმწიფოზე ასეთი რამ გააკეთოს, მარტო რომ თქვა ალყა მოაწყოს, ცა ჩაკეტოს, მისასვლელები გადახერგოს და ქვეყანას აიძულოს კონკრეტული პოლიტიკის გატარება, ან თუნდაც სამთავრობო რეჟიმის ცვლილება. ჩინური მხარე ამბობს იმას, რომ
ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვეტოს ქვეყნის მოსახლეობამ და არც სხვა გარე აქტორებმა და ამერიკას რა თქმა უნდა არ ამბობენ და ამბობენ რომ ის მხარე რომელიც არის ამ შემთხვევაში აგრესორი მიმართავს ძალიან არასწორ სტრატეგიას. მადუროს მივანდოთ ხო, ესე იგი ასეთი რაღაც არის მადუროს და ხალხს უნდა მევანდოთ ქვეყანა ასეთ რამეს ამბობენ. ვენესუელა არ მდგომარეობს. აქ საინტერესო ის არის რომ ეს განცხადება სავარაუდოდ განცხადება დარჩება და ალბათ 0% იმისი შანსი რომ ჩინეთმა ან იარაღი მიაწოდოს ვენესუელას ან ჩაერიოს ამ არმადის წინააღმდეგ დაპირისპირება. პრინციპში განსხვავებით მაშინ ეგრე ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რომელიც ასევე რა თქმა უნდა, როდესაც ჩინეთის ინტერესებია, იქ ამერიკის ინტერესებიც არის ხოლმე და ამ შემთხვევაში ჩვენ ტაივანზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც სტრატეგიულადაც ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი ქვეყანაა. შესაბამისად ამისა, ტაივანისთვის რეკორდული მოცულობის 11.1 მილიარდი დოლარის შეერაღების მიყიდვის გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული ამერიკის შეერთებულ შტატებში. გავრცელებული ინფორმაციით პაკეტი მოიცავს ჰაიმარსების ტიპის სარაკეტო სისტემებს, ასევე საარტილერიო იარაღ ჰაუბიცების, ანტისატანკო იარაღ ჯაველინების, ასევე დრონების და სხვა სამხედრო შეერაღების გადაცემას. შტატებში განმარტავენ, რომ მიზანი არის მოკავშირის თავდაცვითი საშუალებების გაზრდა, რადგან ჩინეთიდან გაზრდილი საფრთხეებია. ჩინეთისგან განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატები არერიდება, რომ ახსენოს ამ შემთხვევაში ჩინეთი და გაზრდილი საფრთხეები სწორედ ამ ქვეყნიდან ტაივანის მისამართით. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული შეერაღების მოდერნიზება, რა თქმა უნდა და ამას ადასტურებენ ორივე ქვეყანაში, პრინციპში ტაივანში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი რეგიონულ მშვიდობას და სტაბილურობას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. წარდგენილ დოკუმენტს კონგრესის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით სავარაუდოდ რესპუბლიკელებით დაკომპლექტებული კონგრესის მხარდაჭერას ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება მიიღებს და აი უპრეცედენტო რაოდენობის პრინციპში ფინანსური რესურსის იარაღი მიწოდებული იქნება ტაივანისთვის. ტრამპის გულის გადაწყვეტილებას ხადია დადებითად შეხვდა ტაივანის პრეზიდენტი ბატონი ლაიჩინ ტემი და განაცხადა, რომ ეს ინიციატივა ქვეყნის ეროვნული თავდაცვითი საშუალებების გაძლიერებაში დახმარებას გაუწევთ, ამასთან გააღრმავებს თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის და ხელს შეუწყობს, ასე ვთქვათ, მშვიდობის დამყარებას, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვიცით ჩინეთის ინტერესები სი ძინპინს გაცხადებული აქვს, რომ ისტორიული მიწა ჩინეთისა დაუბრუნდება ჩინეთს, თუმცა კონკრეტულად რა გეგმა აქვს ამ შემთხვევაში ჩინეთს, როგორი მოქმედებენ, ეს რა თქმა უნდა არ ვიცი და შეიძლება, როგორც ახსენე, ან 20 და 30 წლიანი იყოს ეს გეგმა და არ ითვალისწინებდეს არანაირ ინტერვენციას, უბრალოდ იყოს კონკრეტული ნაბიჯების სქემა, რომელთაც სი ძინპინი გეგმავს ტაივანის დაბრუნებას. ნელი მიერთება, რომელშიც ალბათ ამერიკის შეერთებული შტატები ყველანაირად შეეცდება, რომ ხელი შეუშალოს ჩინეთს. სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. საქართველოში ოქრო გაძვირდა, ოქროს ბირჟაზე ფასმა მოიმატა და 1 გრამი ბაჯაღლო ოქროს ღირებულება 350-დან 370 ლარის ფარგლებში. ამის შესახებ BMG-ს ოქროს შემფასებელ ექსპერტებმა განუცხადეს. მთავრობის 16 დეკემბრის განკარგულებიდან ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა უფლება გამოყოს $10,000 ნებაყოფლობითი შენატანის სახით უღარიბესი და მცირე კუნძულოვანი ქვეყნების გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქმიანობის დასაფინანსებლად. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზუგდიდის აგრარული ბაზარი დააჯარიმა. უწყების ცნობით სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორების ჯგუფმა შეტყობინების საფუძველზე ზუგდიდში რუსთაველის 96-ში მდებარე აგრარული მარკეტი, ზუგდიდის სუპერმარკეტი არაგეგმიურად შეამოწმა. ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. დღის რიცხვში წარმოგიდგენთ რიცხვს, რომელიც აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს არის თანამედროვეობის ყველაზე მასშტაბური სამხედრო ინვესტიცია და გლობალური უსაფრთხოების ახალი რეალობა. $120 მილიარდი დაახლოებით ასეთია მხოლოდ სამხედრო დახმარების ჯამური ღირებულება, რომელიც მსოფლიომ უკრაინას 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე გამოუყო. ეს თანხა აღემატება ბევრი განვითარებული ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს და წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლური სამყაროს ყველაზე დიდ კონსოლიდაციას ერთი მიზნის გარშემო.
თუ ამას დაუმატებთ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, საერთო ციფრი 350 მილიარდ დოლარზე მეტია. ვინ დგას უკრაინის ზურგს უკან? ამერიკის შეერთებული შტატები 65 მილიარდზე მეტით ვაშინგტონი რჩება უმსხვილეს ინდივიდუალურ დონორად. ამერიკული დახმარება არა მხოლოდ იარაღს, არამედ დაზვერვისა და ლოგისტიკურ უზრუნველყოფას მოიცავს. ევროპული კონტრიბუცია მნიშვნელოვანია. გერმანია 20 მილიარდით, დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ქმნიან მეორე მძლავრ ფლანგს. საინტერესოა, რომ მოშეპოსთან მიმართებით ყველაზე დიდ დახმარებას ბალტიისპირეთის ქვეყნები და დანია გასცემენ. ეს 120 მილიარდი პირდაპირ აისახება დასავლურ თავდაცვის ინდუსტრიაზე, ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Rheinmetall, Lockheed Martin და სხვა რეკორდულ შეკვეთებს იღებენ, რაც სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ხელახალ დაბადებას ნიშნავს. ასევე მნიშვნელოვანია მოყვეთ რაში ტრანსფორმირდა ეს თანხა. დახმარების სტრუქტურა ომის ეტაპების მიხედვით იცვლებოდა და დღეს ის მოიცავს საჰაერო თავდაცვას, პეტრიოტის, ირისთეს და NASAMS-ის სისტემებს, რომლებმაც უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სრული განადგურებისგან იხსნა. მძიმე ჯავშან ტექნიკას, ლეოპარდებს, აბრამსებს, ჩელენჯერებს, ტანკები, რომლებმაც შეცვალეს ბრძოლის სველის დინამიკა. მაღალი სიზუსტის артиლერია, ჰაიმარსები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, რამაც ლოგისტიკური ომის წესებით შეცვალა. და ბოლოს აღვნიშნოთ, რომ ეს 120 მილიარდი არ არის მხოლოდ ხარჯი, ეს არის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის გადაწყობა. დასავლეთისთვის ეს არის შანსი მოახდინოს საკუთარი არსენალის მოდერნიზაცია, ხოლო უკრაინისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა. ომის ეკონომიკა გვეუბნება, რომ მშვიდობის ფასი მაღალია, თუმცა აგრესიის შეჩერება 120 მილიარდ დოლარად გაცილებით იაფია, ვიდრე გლობალური კონფლიქტის შედეგების მართვა. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მხარი დაუჭირა რეკორდული მოცულობის 901 მილიარდი დოლარის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელმაც ქვეყნის ახალ გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს გამოკვეთა უნდა უზრუნველყოს. ერეკლე ფოლადიშვილმა მოუყარა თავი ყველა მნიშვნელოვან მონაცემს და ახლა სწორედ მასზე სასაუბროდ შემოგვერთება ერეკლე საღამომშვიდობის. ბექა საღამომშვიდობისა და მიუსალმები მაყურებელს. 70 მომხრე 20-ის წინააღმდეგ დღეს ამერიკელმა სენატორებმა ოფიციალურად დაამტკიცეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური 901 მილიარდიანი თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც ციფრებზე მეწყობა და ხელისუფლებაში ხელახლა მობრუნებული ტრამპის განახლებულ ხედვებს ყველაზე კარგად წარმოაჩენს. ერთი სიტყვით რომ შევაჯამოთ, ეს არის სიმბოლო განახლებული პოლიტიკისა, სადაც ამერიკის პრიორიტეტი უმეტესწილად ამერიკაა. გლობალური დარაჯის, კეთილი და სამართლიანი პოლიციელის პასუხისმგებლობა კი მეორე ხარისხოვანი ხდება. ამ კუთხით უპირველეს ყოვლისა უნდა ვახსენოთ უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტში ომში მყოფი მოკავშირე ქვეყნისთვის არც მეტი არც ნაკლები 800 მილიონია გამოყოფილი, თანაც 2 წლიან ჭრილში, ანუ მარტივად რომ ავხსნათ, წელს გამოყოფილი თანხები ამერიკამ უკრაინის მხარდაჭერის საკითხი 2 წლით ჩახსნა, თანაც თითო წელზე 400 მილიონის გაცემით. ეს იმ ფონზე, როცა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფო ბელგია უკრაინას მხოლოდ წელს 1 მილიარდზე მეტს გამოუყოფს. არსებული ინფორმაციით, შტატების მიზერული შემწეობა იარაღის წარმოების დაფინანსებას თუ მოხმარდება. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ თავდაცვის ბიუჯეტში ბევრი არც ისრაელზეა ნათქვამი, რომელიც უსაფრთხოების მიმართულებით 600 მილიონს მიიღებს, რაც შეეხება ტაივანს, მას 1 მილიარდის ფინანსური მხარდაჭერა გაეწევა. ყველაფერი სხვა მარტივად რომ ვთქვათ, ან თავად ქვეყნების, ან მათი მოკავშირეების მოსაძიებელი იქნება. იქნება ეს უკრაინა, ისრაელი თუ ტაივანი. ვიდრე ამერიკის საკითხს მიუბრუნდებით, უნდა ვახსენოთ ისიც, რომ თანხა გამოიყოფა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისთვისაც. არსებული ინფორმაციით, ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის თავდაცვაზე 175 მილიონი დოლარი დაიხარჯება, რაც მარტივად რომ ვთქვათ, მიზერულია იმ საფრთხეების ფონზე, რასაც რუსეთი მათ უქმნის. დრო ამერიკის სიამაყეზე, შეერთებული შტატების ჯარებზეც ვისაუბროთ. საგარეო პოლიტიკის გარკვეული ცვლილება ამ კუთხითაც შეიმჩნევა. თუ წლების განმავლობაში ზესახელმწიფოს მოკავშირეების დასაცავად ევროპის კონტინენტზე 100,000 სამხედრო მუდმივად ყავდა განთავსებული, მათი რაოდენობა 2026 წლიდან 25,000-ით 76,000-მდე შემცირდება. თუმცა ამ კაფიო უკან დახევის მიუხედავად ამერიკა თავისი მართვის სადავეების ბოლომდე დათმობას ჯერ ნამდვილად არ აპირებს. ამის დასტურია გადაწყვეტილება, რომ ნატოს ევროპული სარდლობა ისევ ამერიკელი გენერლის ხელმძღვანელობის ქვეშ დარჩება. რაც შეეხება დანარჩენ სახელმწიფოებს, უცვლელი დარჩა განლაგებული ჯარების რაოდენობა სამხრეთ
სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, რაც პირდაპირ უგზავნის სიგნალს ჩინეთს, რომ აზია ისევ ამერიკის ინტერესის ობიექტია. სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს რაც შეეხება, ერთი არის ის, რომ 4%-ით გაიზრდება ჯარისკაცების ხელფასები, გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯება სამხედრო შეიარაღებასა და აღჭურვილობის შეძენაზე, თუმცა ამ კუთხით მონაცემების უდიდესი ნაწილი ცხადია, კლასიფიცირებულია. დადასტურებით ვიცით, რომ საკმაოდ დიდი თანხის გამოყოფა იგეგმება B-ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების ახალი მოდელის, ასევე უახლესი გამანადგურებლის F-47-ის შექმნაზე. ერთი საკითხი, რაც მარტივად რომ თქვა დოკუმენტში არც კი მოხვდა, ეს თავდაცვის დეპარტამენტის ომის სამინისტროდ გადარქმევის საკითხია. მართალია პრეზიდენტმა ამაზე არაერთხელ ისაუბრა, თუმცა სენატორების მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტში ასეთი რამ ნახსენებიც კი არ არის. საშინაო თუ საგარეო საკითხებსა და ზოგადად თავდაცვის განახლებულ სტრატეგიაზე საუბარი, ერთი კულტურული დეტალის ხსენებით უნდა დავასრულოთ. როგორც ცნობილია, ტრამპის ადმინისტრაცია კრიტიკულად უყურებს უმცირესობების ინტერესების დაცვაზე მორგებულ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პოლიტიკას. მიდგომას, რომელსაც ბაიდენის გუნდი აქტიურად უჭერდა მხარს. აქ მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ ტრანსგენდერ სამხედრო ქალებს ამერიკის თავდაცვის აკადემიის ქალთა ათლეტურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება სრულად აეკრძალებათ. ამასთან გაუქმდება 40 მილიონიანი დეპარტამენტი, რომელიც ჯარში ეგრეთ წოდებული DEI მიმართულების ხელშეწყობაზე იყო ორიენტირებული. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ სწორედ ამ შინაარსით შედგენილ დოკუმენტს დემოკრატი სენატორების ნახევარზე მეტმაც დაუჭირა მხარი. ეს კი ერთგვარად შეუმჩნეველი, თუმცა საეტაპო საკითხია, რაც დემოკრატების შიდა ტრანსფორმაციის ნიშნებს აჩენს. მადლობა, ერეკლე პოლიტიკურმა გაგვაცნო ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტის დეტალები, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალი იქნება 901 მილიარდი. ვემშვიდობებით მას და გავაგრძელებთ საქმიან საღამოს დღის სხვა თემებით. გლობალურ ბიზნეს ამბებზე უნდა ვისაუბროთ საქმიანი საღამოს ბოლოს საქმიანი გაზეთაზე. დავარჩეთ გიორგი და დილის ეთერი შეგვიძლია რომ შევეხიდოთ გიორგის ეკრანს. ჩვენ ამას რამდენად შევძლებთ არ ვიცი, მაგრამ ის ტექნოლოგია რომელზედაც უნდა ვისაუბროთ, ნამდვილად შეძლებს ამას. საუბარი მაქვს AGI-ზე, ეს არის ზოგადი ან გენერალური ხელოვნური ინტელექტი. ეს არის ის რაზედაც ოცნებობს ყველა ტექ მილიარდერი მის შექმნაზე. მათ შორის ილონ მასკი, რომელიც 648 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს, მაგრამ მაინც ვერ ძღება და უნდა რომ AGI-ც პირველმა მან შექმნას და AGI ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ტექნოლოგია, რომელზედაც დღეს უფრო დეტალურად უნდა ვისაუბროთ. მარტივად რომ თქვა, AGI არის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ახალი საფეხური. ეს არის ისეთი AI, რომელსაც აქვს გარკვეულწილად ხელოვნური ცნობიერება, ანუ ის აზროვნებს. ამავდროულად ის აზროვნებს ადამიანზე გაცილებით უკეთესად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, AGI თეორიაში დავალებებს და მიზნებს ასრულებს მითითებების გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს თუ AI-ს ძალიან კარგად შეუძლია ბიზნეს გეგმის დაწერა, ფინანსური ანგარიშგების დამუშავება, იურიდიული დოკუმენტის მომზადება და შემდეგ თქვენ აი ამ ყველაფრის გაერთიანებით შეგიძლიათ მაგალითად კომპანია შექმნათ, AGI-ს შეგიძლიათ უბრალოდ უთხრათ, რომ წადი კომპანია დააფუძნე და წავა. თვითონ მომზადებს საერთოდ ყველაფერს, რაც საჭიროა კომპანიის. საწავა იცი, სადღაც წავიდეს. აი ეგ არის მთელი ამოცანა, რადგანაც ჩვენ არ ვიცით AGI რას გადაწყვეტს, ვინაიდან ის არის დამოუკიდებელი მოაზროვნე კომპიუტერული სისტემა, რომელიც რას იზამს, ჩვენ ნამდვილად არ ვიცით. სხვათა შორის, მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ ხელოვნურ ინტელექტზე და დიდ ენობრივ მოდელებზე, ორ ბანაკად არიან გაყოფილნი AGI-სთან დაკავშირებით. პირველი ბანაკი ფიქრობს, რომ AGI იქნება რეალურად ბოლო გამოგონება, რომელსაც ადამიანი შექმნის. AGI-ს შექმნის შემდეგ უკვე ადამიანი საბოლოოდ შეწყვეტს გამომგონებლობას და მთელ ამ საქმეს იტვირთებს თავად AGI-ს საკუთარ თავზე, ვინაიდან ერთ-ერთი ადამიანი ვერ იქნება მასზე ეფექტიანი გამოგონების პროცესში, უბრალოდ მას ვეტყვით რა გვინდა და შემდეგ ის მიხედავს. ხო, მას ალბათ არ იტვირთებს, მაგრამ ფიქრს, გამოცდას, ანალიზს, დამუშავებას, აი ამ ყველაფერს ის საკუთარ თავზე აიღებს. მეორე ბანაკიც არსებობს, როგორც თქვით, ეს ბანაკი ფიქრობს, რომ AGI-ს ეფექტი იქნება შედარებით უფრო ლიმიტირებული და ის არა თუ ახლოს მომავალში, არამედ აწლეულშიც კი არ გვეღირსება, რადგანაც ასეთი მძლავრი კომპიუტერული სისტემის გამოსაკვებად საჭირო არც დეიტა ცენტრები გვაქვს, არც გამოთვლელი სიმძლავრები გვაქვს და რაც ყველაზე უარესია, რაც ენერგეტიკული სისტემა გვაქვს ამისათვის ზადი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ილონ მასკი ამბობს, რომ AGI-ს მიღწევას მეცნიერები შეძლებენ პირველად ისტორიაში 2026 წელს, ანუ მომავალ
წელს. აი ასეთ გარდამტეხ სრულებასთან შეიძლება ვიყოთ ახლოს. სხვა შორის მასკს ეს დაპირება 2024-ში ჰქონდა, 25-შიც ჰქონდა, არც ერთი არ გამართლა და არ გაუგვირდეს. რაღაცას გაამართლებს. 26-შიც არ გამართლას, მაგრამ რაღაც ეტაპზე გაამართლებს. აი ამაშია საქმე. 2 3 4 რაღაცა ეტაპზე. და ერთ-ერთი კომპანია, რომელიც სავარაუდოდ AGI შექმნეს, ის იქნება ისევ და ისევ მასკის XAI, რომელიც Grok-ს ავითარებს და მათ შორის AGI-ის პროექტშიც არის ინვესტირებული ისევე როგორც OpenAI, როგორც Gemini, როგორც Anthropic და როგორც ყველა სხვა სტარტაპი. სხვათა შორის დღეს საინტერესო ფაქტს დავაკვირდი მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი გახდა ჩემთვის ცნობილი. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნულიდან AI-ის მიერ შექმნილმა, ასე ვთქვათ, ინფლუენსერმა ჭყალებში 400,000 Instagram ფოლოვერის მოგროვება მოახერხა. სრულად AI-ის გენერირებული კონტენტი იყო, ეს ადამიანის სრულად AI-ის გენერირებული იყო, ფოტოები, ვიდეოები, ყველაფერი, მაგრამ იმდენად რეალისტურ გარემოში ხდებოდა ფოტოების გენერირება, რომ ჩვეულებრივი ინფლუენსერებიც ამას აკეთებენ, მიდიან სავარჯიშოდ, არ ვიცი, აუზიდან ასე ვთქვათ, დებენ სტორიებს და ამ შემდეგ და 400,000 გამომწერი მოაგროვა რამდენიმე კვირაში, ასე რომ წარმოვიდგენია AGI ის მოხერხებას შეძლებს. ხო, AGI სავარაუდოდ არა Instagram-ზე დააგროვებს ფოლოვერებს, არამედ ახალი Instagram-ის კონკურენტ შექმნის. აი დაახლოებით ამ მასშტაბის ტექნოლოგიასთან გვექნება საქმე. კი ბატონო, სანამ AGI წამოგვეწევა, BIP-ის, რომელიც ყველასთვის ცნობილი კომპანია, ისტორიული, მის სათავეში ჩადგა ახალი გენერალური დირექტორი, კომპანიის ხელმძღვანელის პოზიცია ამჯერად Woodside-ის Energy-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა Meg O'Neill-მა დაიკავა, რომელიც CEO-ს თანამდებობაზე Sherry Ashinkolls ჩაანაცვლებს. როგორც ცნობილია, O'Neill-ი BIP-ის 6 წლის განმავლობაში უნდა დაეხმაროს და უხელმძღვანელოს, თუმცა ეს მარტივი ნამდვილად არ იქნება, რადგან ბოლო 4 წელიწადში, არა 6 წელიწადში BIP-იმ შეიცვალა 4 ხელმძღვანელი. O'Neill-ის განცხადებით მისი მიზანი იქნება BIP-ის ბიზნეს განვითარება და წარმოების გაზრდა, რაც ბოლო პერიოდში კომპანიისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. O'Neill-ს ძალიან სუყე გამოცდილება აქვს სექტორში. 23 წლიანი გამოცდილება მათ შორის ExxonMobil-ში მუშაობისა, ამასთან იყო American Petroleum Institute-ის და Australian Energy-ის ასოციაციების საბჭოს წევრი. მოკეთ BP, რომელიც გლობალური მოთამაშეა, ცხადია ცდილობს, რომ პოზიციები მუდმივად განიმტკიცოს ბაზარზე, მას ბევრი კონკურენტი ყავს, ძალიან მსხვილი კონკურენტები გლობალურად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, მათ შორის და ალბათ ცვლა, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელებისა მიანიშნებს იმაზე, რომ ჯერჯერობით ვერ იპოვა წარმატების ფორმულა ვერავინ ვერ იპოვა, ხო, რომელიც გრძელვადიანი სტრატეგიის, ასე ვთქვათ, განვითარებაში შექმნაში დაეხმარება, თუმცა BP მაინც ჯამში, რომ ავიღოთ ძალიან წარმატებული კომპანია ისტორიიდან და პოზიციებიდან გამომდინარე. ხო, ნეტა BP-ის პრობლემები გქონდეს. აქ ის უნდა ვთქვათ, რომ BP-ის სხვა შორის ხშირად აკრიტიკებენ, იმიტომ რომ მისი სამეთვალყურეო საბჭო ზედმეტად ერევა დირექტორის ხედვაში და შეუძლებელი ადამიანს მისცევა რაღაც 4 თვე ან 6 თვე და მოსთხოვა შედეგების დადება. ასე BP-ის მსგავსი კომპანიისთვის ძალიან რთულია სწრაფად მოქმედება, იმიტომ რომ თან ეს ულტრა ტრადიციული ბიზნესია, ანუ კონსერვატიულია, აქ არ არის ტექ სტარტაპი, რომელმაც შეიძლება რაღაც ახალი პროდუქტი ხვალ გამოუშვას განახლების სახით. რა უნდა გამოუშვას BP-მ ახალი, ისეთი რაც არავის არ გამოუშვია აქამდე, ამიტომაც არის რომ ზედმეტი ჩარევა როგორც ჩანს დირექტორების საქმიანობას აფუჭებს და სხვა შორის ზედმეტი ჩარევის რისკზე მიუთითებს კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ცნობილი ამერიკელი ინვესტორი და hedge fund Citadel-ის დამფუძნებელი და დირექტორი Ken Griffin-ი. Citadel-ი რომ იცოდეთ, არის Wall Street-ზე ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანია, ვინაიდან ყველა ტრანზაქცია, რომელიც დედამიწაზე ხორციელდება, მათ შორის საქართველოდანაც, სწორედ Citadel-ის არხით ხორციელდება. ის არის მარტივად რომ ვთქვათ, Wall Street-ის სავაჭრო ინფრასტრუქტურის ოპერატორი კომპანია, ამავდროულად hedge ფონდი, ამავდროულად საინვესტიციო ფონდიც, მოკლედ ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცის ფინანსებში რა ხდება, ინვესტიციებში რა ხდება და ზოგადად Wall Street-ი რას აკეთებს. ვინაიდან Wall Street თავად თვითონ არის, მარტივად რომ ვთქვათ. ტრამპთან რატო? ხო, აი ტრამპთან აქვს მას პრეტენზია და ის ამბობს, რომ ტრამპი უნდა შეეშვას ფედის ხელმძღვანელებს. და აქ ძალიან მკაცრად ამბობს ის სხვათა შორის ამას და ამბობს, რომ აქ ჯერომ პაველში არ არის პრობლემა, არც პაველს არ უნდა გაეკაროს, არც მომდენოს, რომელიც შეიძლება ასეთი იყოს და არც იმის მომდენოს, რადგანაც ფედის ხელმძღვანელი არის უკვე არაერთხელ აღნიშნეთ საქმეების საღამოში ზე პოლიტიკური ნეიტრალური ფიგურა, რომლის დამოუკიდებლობა არის კონსტიტუციით გარანტირებული. არ შეიძლება ფედის ხელმძღვანელმა დაუჯეროს პრეზიდენტს ან
მოსამართლეს ან კონგრესმენს ან სხვა ნებისმიერ ვინმეს, ვინაიდან ფედმა უნდა იფიქროს ქვეყნის განვითარების 10-15 წლიან პერსპექტივაზე, ამიტომაც ყოველი ჩარევა შეიცავს რისკს და ის ჩარევა, რომელიც ჩანს ტრამპის მხრიდან, ნამდვილად ძალიან მაღალი რისკის შემცველია, რადგანაც ტრამპი არა უბრალოდ რაღაც რჩევებზე ან მოწოდებებზეა გადასული, არამედ შეურაცხყოფაზეა გადასული პაველთან მიმართებით, თუმცა პაველი არ იკეხავს, ხოდა შორის ერთხელაც არ დაუთმია პოზიცია მას, ძალიან კარგად ხვდება პაველი, ვინ არის, რა არის და რასაც წარმოადგენს და არ ეშინია ამერიკის პრეზიდენტის. მისი პოზიციები, როგორც ფედის ხელმძღვანელის, არ შეირყევა, მის თანამდებობას საფრთხე არ ემუქრება, არც მის რეპუტაციას პირიქით დაემუქრებოდა საფრთხე, თუ ამ შემთხვევაში რაღაც გარკვეულ გადაწყვეტილებებს დააფუძნებდა პრეზიდენტის მითითებებს, შესაბამისად, მშვიდად არის აკეთებს თავის საქმეს. აი, მალე ვადაც დაუნთავრდება, შემდეგ წავა ალბათ, ან იქნება პროფესორი, ან სხვა რამეს მიხედავს, რა ვიცი. ან რაღაც აღმასრულებელ საბჭოში. ხო, თუნდაც ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტია და ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტის აღმასრულებელ საბჭოში წაიყვანა, ზოგადად თუნდაც JP Morgan-ში არ ვიცი, ყოველთვის იჯდა ერთი ფედის ყოფილი ხელმძღვანელი. ამიტომაც ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. აქვე ის უნდა ვთქვათ, რომ გრიფინი ფიქრობს, რომ ზოგადად ბოლო პერიოდის განმავლობაში რაც ხდება ფედთან და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ეს არ არის ჯანსაღი და აი კანონმდებლობა რაღაცნაირად უნდა დაივიწყონ, რომ ფედი არსებობს და ფედს მისცენ დამოუკიდებლად ოპერირების საშუალება, ვინაიდან იქ იციან ყველაზე კარგად ის განაკვეთი უნდა შემცირდეს თუ გაიზარდოს, რადგანაც განაკვეთის შესახებ არც კონგრესმენმა იცის რეალურად არაფერი. მიხედავ ფისკალურ პოლიტიკას ხო? მიხედავ თავიანთ ფისკალურ პოლიტიკას და თუ მაგალითად ინფლაციის გაკონტროლება უნდა თან ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრა თავიანთ ბიუჯეტს მიხედავ. საქმის საღამო დღეს ამით დასრულებულია. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.